საქართველოს რიგ რეგიონებში, სადაც თბილი და ზომიერად ტენიანი კლიმატური პირობებია, მეციტრუსეობა ფართოდაა განვითარებული. ციტრუსი საქართველოში მე-12 საუკუნიდან ხარობდა, თუმცა სამრეწველო დანიშნულების ფართობების გაშენება მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მოხდა. ციტრუსოვან კულტურათა უმეტესი სახეობების სამშობლოა ინდოეთი, ჩინეთი, ინდოჩინეთი. საერთაშორისო ბაზარზე ციტრუსის მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, პაკისტანი, ავსტრალია, აფრიკა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებია. ციტრუსის ნარგაობათა 90% დასავლეთ საქართველოში აჭარა, გურია, სამეგრელოსა და აფხაზეთშია გაშენებული, სადაც მეციტრუსეობის განვითარებისათვის საუკეთესო კლიმატური პირობებია. აჭარაში ფერმერთა მომსახურეობის ცენტრის 8 ჰექტარზე განლაგებულ ციტრუსოვანთა სანერგეში 8 სახეობის ციტრუსია გაშენებული. ესენია ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გრეიპფრუტი, პომელო, ლაიმი, კინკანი და ნარინჯი. თავისუფლების სანერგეში ციტრუსის ამ სახეობების სხვადასხვა ჯიშებიცაა თავმოყრილი. სამრეწველო დანიშნულების ციტრუსოვან კულტურათა ბაღის გასაშენებლად რეკომენდირებულია ერთწლიანი ნერგების შეძენა. საქართველოს მასშტაბით ერთი ერთწლიანი ნერგის ღირებულება 1 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს. ციტრუსების ნერგების გამოყვანა ორი გზით თესლითა და ვეგეტატიურად ხდება. ვეგეტატიური გამრავლების წესებს შორის სუბტროპიკულ მეხილეობაში უპირატესობა კვირტით ყნობას ენიჭება. სამრეწველო დანიშნულების ბაღის გასაშენებლად სწორედ ამგვარი გზით გამოყვანილი ნერგების შეძენაა რეკომენდირებული. ნერგების გამოყვანა ვირუსებისაგან დაცულ სუფთა ტერიტორიაზე ხდება. ციტრუსის ნერგები გამოყავთ პროგრესული ტექნოლოგიით პოლიეთილენის სპეციალურ კასეტებში. პოლიეთილენის კასეტებში გამოყვანილი ნერგის დარგვა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. დაუზიანებელი და სრულად შენარჩუნებულია ნერგის ფესვთა სისტემა, რაც ნერგის გახარების 100%-იან გარანტიას იძლევა. პოლიეთილენის კასეტაში გამოყვანილი ნერგი გადარგვის შემდეგ არაჩერებს ზრდას და ტრადიციული წესით გამოყვანილ ნერგთან შედარებით 2 წლით ადრე მსხმოიარობს. კარგად იზამთრებს. ამგვარი მეთოდით გამოყვანილი ნერგები არ მოითხოვს დიდ ფართობსა და სპეციალურ სასათბურე ან სასაწყობე შენობა ნაგებობას. აჭარისა და საერთოდ საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით ნერგის საძირედ გამოიყენება ტრიფოლიატა. ტრიფოლიატა უნივერსალური საძირეა, მასზე იმყნება ნებისმიერი ციტრუსოვანი კულტურა. იზრდება 3 მეტრამდე, ეკლიანია. თესლით გამრავლების დროს ნაზარდი 90%-ით იმეორებს მშობლის გენეტიკურ თვისებებს. სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადია, კარგად იტანს ტენს. ზამთარში მცენარე უმტკივნელოდ გადაყავთ იძულებით მოსვენების ფაზაში. ნიადაგისადმი მომთხოვნი არ არის. ტრიფოლიატი ქვიშიანი და ტუტიანის გარდა ნებისმიერ სხვა შემადგენლობის ნიადაგზე იზრდება. როცა საძირე ნერგი 20-25 სანტიმეტრ სიმაღლეს მიაღწევს, ის თავსდება სპეციალურ სანერგე კასეტაში ან პოლიეთილენის პარკში. ამ გზით შესაძლებელია საძირეების თავისუფლად გადაადგილება და ფესვების დაზიანების თავიდან აცილება. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი საძირეს დათესილ ადგილზე დატოვებს, აუცილებელია ტერიტორიის ხშირი დასუფთავება, გამოხშირვა სარეველებისაგან დაცვა და მორწყვა. ტრიფოლიატაზე ციტრუსოვანი კულტურები აგვისტოს თვეში იმყნობა. ციტრუსოვანთა სანერგეებში მყნობის დაწყების წინ დავირუსების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სანიტარული ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება. კერძოდ კი ტერიტორიის საგულდაგულოდ გაწმენდა სარეველებისაგან და სანიაღვრე არხების დასუფთავება. ციტრუსოვანთა მაღალპროდუქტიული ვირუსებისაგან დაცული სამრეწველო დანიშნულების უცხოური და ადგილზე გამოყვანილი ჯიშების შეძენა შესაძლებელია საქართველოში, მათ შორის აჭარის ფერმერთა მომსახურების ცენტრში, ასევე საზღვარგარეთაც. ბაღის გაშენებამდე აუცილებელია ჩატარდეს ნიადაგის აგროქიმიური ანალიზი. ციტრუსოვანთა კულტურებისათვის ხელსაყრელია ჰუმუსით მდიდარი წითელმიწა, ყვითელმიწა, ალუვიური და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები. მჟავე ნიადაგებზე, სადაც pH-ი 5-ზე ნაკლებია, აუცილებელია მოგირიანება. კირის შემცველი სასუქების ნორმა 1 კვადრატულ მეტრზე 500 გრამს შეადგენს. ეკოლოგიურად სუფთა ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის მისაღებად ციტრუსოვანი კულტურებით გაშენებულ ბაღში აუცილებელია ნიადაგის გამდიდრება ისეთი ორგანული სასუქებით, როგორიცაა ნახევრად გადამწვარი ნაკელი ან სხვადასხვა სახის კომპოსტი. ევროპული სტანდარტის შესაბამისად დაუშვებელია ნიადაგის გადატვირთვა ჰერბიციდებითა და პესტიციდებით. ნერგის ფორმირება სანერგეში პირველსავე წელს იწყება და 4-5 წლის განმავლობაში ბაღში გრძელდება. ნერგის ფორმირების დროს ყურადღება უნდა მიექცეს ვარჯიშ თანაბრად განვითარებას. ბაღში დარგულ ციტრუსოვან კულტურათა ერთწლიანი ნერგების მახასიათებელი. მანდარინის ნერგის შემთხვევაში 10-დან 20 სანტიმეტრამდე შტამი. ფორთოხლისა და ლიმონის ნერგების შემთხვევაში 50 სანტიმეტრის სიმაღლის შტამი. 3-4 ძირითადი თანაბრად განვითარებული და გაშლილი სხვადასხვა მხარეს მიმართული ტოტები. ციტრუსის ნერგი გაზაფხულსა და შემოდგომაზე ირკვება. თუმცა პარკში გამოყვანილი ნერგისათვის არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის სეზონურობას. განვითარებული ფესვთა სისტემის გამო ამ გზით გამოყვანილი ნერგი კარგად ეგუება ახალ ადგილს და ადრე შედის ვეგეტაციაში.
სანერგე მეურნეობაში აუცილებელია გამართული სარწყავი და სადრენაჟი სისტემის არსებობა. მზიან ამინდში სანერგე ირწყვება ყოველდღიურად, ხოლო ღრუბლიან ამინდში ნიადაგი დღე-გამოშვებით ირწყვება. ზონებში, სადაც მეციტრუსეობაა განვითარებული, უხინალექები ხშირია, თუმცა არა დაბალანსებული. ამ შემთხვევაში ნიადაგს ზედმეტი ტენისაგან სწორედ სადრენაჟე სისტემა აშრობს. წვეთოვანი სისტემა ნერგისთვის წყლის ზომიერ და დაბალანსებულ მიწოდებას უზრუნველყოფს. ციტრუსოვანი კულტურის ზრდა განვითარებისთვის ზამთარში მშრალი, ხოლო ზაფხულში ზომიერად ტენიანი ნიადაგია აუცილებელი, რასაც წვეთოვანი სისტემა და დრენაჟი აბალანსებს. ციტრუსის ნერგები კარგად იტანენ ტრანსპორტირებას. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პოლიეთილენის კასეტებში ნერგების განთავსების მეთოდი ფესვთა სისტემის დაუზიანებლად ნერგის უმტკივნეულო გადაადგილებას უზრუნველყოფს. კომპაქტური და მობილური კასეტები აადვილებენ ნერგის სატრანსპორტო საშუალებაში კომპაქტურ განლაგებასა და შემდგომ ტრანსპორტირებას.